ეთერშია კურიერი 6 საათზე. კუკიაზე საქარის ქუჩაზე მოსახლეობის თხოვნით ახალი სპორტული მოედანი აშენდა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია კვადრელმა ჩაატარა. წლის ბოლომდე დიდუბეთ-ჩუღურეთის რაიონში 30 ხელოვნურ-საფარიანი მოედანი მოეწყობა. პროექტის მიზანი ახალგაზრდა თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. კუკიაზე გახსნის სპორტული მოედანი ქალაქის მერმა დაათვალიერა. იგი უკვლავა ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა. ქუჩაში მთავარია ბავშვს დახვდეს სწორედ ეს სტადიონი, დახვდეს სავარჯიშო, დახვდეს ჯანსაღი გარემო და არა ის, რაც ტრადიციულად ქუჩას უძახთ. თორე ის ზეგავლენა იმას მიყავს დაღუპვისკენ, ამას მიყავს სუმცირე ჯანსაღი ცხოვრებისკენ, ან მიყავს იქითკენ, რომ ბავშვი მოწადინებული იყოს, განვითარდეს სპორტულად და ესეც დიდი ნამატი იქნება ჩვენი სპორტისთვის. აქედან იწყება ყველაფერი, როდესაც ქალაქში არის ამდენი სტადიონი, ეს აუცილებლად სამომავლოდ მოგცემს კარგ შედეგს. ისევე მეორე, ინდივიდუალურად ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მისი გავრცელება და სპორტულ შედეგებზეც სამომავლოდ აუცილებლად აისახება. ძალიან ბევრი მოზარდი ერთობა თამაშობს, ინერგება ჯანსაღი ცხოვრების წესი. ამ მშენებლობაზე 11 ადამიანი მუშაობდა და მომავალში ჩუღურეთის რაიონში აშენდება და მოეწყობა სპორტული მოედანი. აუზრუნდათ ბავშვებს დიდი ოცნება სულ ამაზე იყო, რომ არ უშვებდნენ არცად სათამაშოდ, ქუჩაში ყრიდნენ და ეხლა ყველა გახარებულია. თვითონ ჩემი ბავშვობის ოცნებაც იყო, რომ ესეთი სტადიონი ქონოდა უბანში. მუხლები ქონდა გადატყავებული ასფალტზე, ხო ხიალი.